მოგესალმებით, მე გახლავართ ნინია და დღეს შემოვედი ასეთი თემით, მხოლოდ ჩემი გამომწერებისთვის. გავაგრძელებ დიაგნოსტირებას წყლის ნიშნებისთვის. დავიწყებ მორიელით. რა ხდება და რა იქნება, აბა ვნახოთ. რა ხდება თქვენს თავს, მორიელები? იდილია, ოჯახი, ბავშვები, მეგობრები, დედმამიშვილები, ყველა ერთად ხართ. დაფოფინებთ თქვენს ოჯახს, ვისაც ოჯახი გყავთ. მათთვის ზრუნავთ. ძალა გერჩით, რომ ყველაფერი მთები გადადგათ, მოკლედ. თქვენი დაწყებული საქმე რომ დაამთავროთ. ძალიან დიდ წინ, როგორ გითხრათ, იცით, წინ გახსნილი გაქვთ სამყაროსგან. ეხლა თქვენი დროა, ეს ნოემბერი, რა თქმა უნდა, და არა მარტო ნოემბერი, მოკლედ და ეს პერიოდი არ მინდა ეხლა დავკონკრეტდე. გახარება გაქვთ, ნახეთ, უყურეთ, როგორი სიხარული გაქვთ, ეს შვიდფერაცი სარტყელა თავზე გარტყიათ, სიმშვიდეა, ჯერჯერობით პრობლემებს ვერ ვხედავ, დიდი ძალა გერჩით, ასევე ცეცხლის ნიშნები გიდგანან გვერდზე, ნახეთ, ცეცხლის ნიშანი, წყლის ნიშანი, მიწის ნიშნებთანაც გაქვთ ურთიერთობა. ეს გველები და ეს ეკალი და ეს ბაყაყები მაინც კი ლაპარაკობენ და ცდილობენ რომ ძირი გამოგითხარონ, მიხვდით, პირად ურთიერთობაში, მაგრამ ვერაფერს ვერ დაგაკლებენ, ვერანაერად, ვერა. მიდიხართ წინ, გზები გაქვთ გახსნილი, ასევე დედოფალი მონეტების გოგოებო, ამოდიხართ კარგი დიასახლისები, მოყვარული დედები, ერთგული ადამიანები, გიყვართ სტუმრის მიღება, სტუმრებს უყვართ თქვენთან მოსვლა, მიხვდით? ასევე პატარა გზებიც ფიქსირდება აქ. ჯანმრთელობა, იდეალური, სიმშვიდე, თანხები. ეხლა არ ჯერჯერობით ნორმალურად ჩანს თანხების შემოსავალი, ვერ ხედავ აქ, რომ რაღაცა რისი ყიდვაც გინდათ, ყიდულობთ მაგალითად, სამკაული იქნება, ჩასაცმელი იქნება. კარგად ხართ ამ ეტაპზე, კარგად ხართ, მომწონს. აბა ეხლა პირადში რა ხდება თქვენს პირადში? დედოფალი მონეტები და მეფე მონეტები. გოგოებო, ბიჭებო, გადაათამაშეთ თქვენს თავზე. ბიჭებო, ხო ვთქვი არა, ესე იგი, ოჯახისთვის, ოჯახის კარტის ქვეშ დაჯექით, ოჯახისთვის იბრძვით, რომ არაფერი მოაკლდეს თქვენს საყვარელ ადამიანებს ხართ, ერთგულები, ბევრნი ხართ, ერთხელ რო შეუყვარდება ადამიანი, მოკლედ ის უყვარს და უყვარს, ძალიან მიხარია. სამიანი კვერთხები, ცოტა რაღაცა, საბრძოლველად ხართ მზად და ბრძოლობთ, იცით რა არის, რომ ეს თქვენი გინდათ რომ დაგაწინაურონ, ვისაც სამსახურში გესაჭიროებათ, ხო? კარიერულად იქნება წინსვლა, ნახეთ, მასე კლდეზე ხართ, კლდის ნატეხზე დგახართ და მიილტვით წინ, მიილტვით. ახალ ამბებს ელოდებით, რა ამბავსაც ელოდებით, გამარჯვება გაქვთ და მიდიხართ წინ, ძალიან მიხარია. გეხმარებიან სამყარო, გეხმარებათ ძალიან, რაც გაქვთ საერთოდ ჩაფიქრებული, ხო? მიდიხართ წინ. კი, ნამდვილად სამ დროში შეიცვლება მოკლე ხანში კარგისკენ თქვენი სიტუაცია. ეხლა ცხრიანი კვერთხები, ეს გახასიათებთ, ეხლა თქვენს თავში ბრძოლობთ, მიხვდით, შინაგანი ბრძოლა გაქვთ, სწორედ ვაკეთებ, არ ვაკეთებ, სწორი ნაბიჯი გადავდგი, არ გადავდგი, მიხვდით? ეს ცოტა სტრესში იმყოფებით, ეს კი არ გამოვრიცხავ, მაგრამ გამოხვალთ ამ სიტუაციას
სიტუაციიდან არ ინერვიულოთ გოგოებო ბიჭებო. აბა ეხა გოგოების მანდილოსნების სიყვარული ვნახოთ, აბა რა ხდება სიყვარულში. ერევიან, წარამარა ერევიან გოგოებო თქვენს ურთიერთობაში. იცით რატო ძალიან ლამაზები ხართ, ვარსკვლავებს ეთამაშებით, მომხიბვლელები ხართ და ცოტა იცი რა არის, დაბალანსება გიჭირთ სიტუაციის. მიხვდით, შეიძლება ახალი ნაცნობობაა და მერყეობთ, აი ღირს ამ ადამიანთან გაგრძელება ურთიერთობის თუ არა ღირს და გეუბნებ ცეცხლის ნიშანიც ამოდის აქ, ჰაერის ნიშანიც გიფიქსირდებათ გოგოებო, მაგრამ გეუბნებათ რომ მიდით კი, კარგი ადამიანია, არ შეგეშინდეთ წარსულის გულისტკენას კი გქონიათ, აი გულისტკენა გქონიათ, მოკლედ ცეცხლის შეგინთეს ღალატიც იყო აქ, კი. იყო ჭორები, იყო განშორება, მაგრამ მოდის ახალი ადამიანი მოდის და თქვენს ვარსკვლავს მიაღწევთ, ანუ კარგი პიროვნებაა, ნამდვილად კარგი პიროვნებაა, გზები გაგეხსნებათ, ერთად მოგზაურობაც არის, არ გამოვრიცხავ, გასუფთავდება თქვენი, უკვე შედის, შევიდა, აი სამყარო გეუბნებათ, ვარსკვლავედები გეუბნებიან, რომ ესე იგი წარსულსაზე არ ინერვიულოთ, შეიძლება ვისაც ოჯახში გაქვთ ეს გაურკვევლობა, ეს გადაივლის, ვინც ჩემ რიტუალებს უყურებს, ხო საერთოდ გადაივლის, ძალიან კარგი. ეხლა აბა მამაკაცები, რა ხდება თქვენ სასიყვარულო ფრონტზე მორიელებო? წყლის ნიშნები. იცით რა არის, იყო გაურკვევლობა, ხალხი ჩაერია, იყო კი ნამდვილად არასწორი დეზინფორმაცია გქონდათ, მიხვდით და არ გამოვრიცხავ რომ მოგატყუეს, შეიძლება აქაც პატარა, ნუ ღალატი შეიძლება მამაკაცთან არ გიღალატეს, მაგრამ ეჭვიანობას ვხედავ, აქ ამოდის ეჭვიანობის ნიადაგზე, ორივე მხრიდან, ბიჭებო, მანდილოსნეს მხრიდანაც და თქვენი მხრიდან. ან კოლექტივი ამოდის სამსახურში, რაღაცა პატარა გაურკვევლობა, გრძნობებთან დაკავშირებული გაურკვევლობა, მიხვდით? რაღაცაზე იეჭვიანეთ და შეიძლება არ გამოვრიცხავ, რომ პიროვნებაზე თანაც მოგივიდათ, შეხლა შემოხლა, ჩანს კი, იმიტომ რომ აქ ხმლის მეფე ამოდის, ეს ჰაერის ნიშანთან ხوار იჩხუბეთ და ან ხوار ეჭვიანობთ ჰაერის ნიშანზე. სიმშვიდეს მოიპოვებთ, კი, ეს გადავა, ეს ყველაფერი დარეგულირდება, უყურეთ, ყველანაირად გაირკვევა სიტუაცია და კარგი წყლის ნიშანი ამოდის, ჰაერის ნიშანიც ფიქსირდება, ცეცხლის ნიშანიც ფიქსირდება, ბიჭებო. იქნება ეს თუ არ გინდათ წარსულის ურთიერთობა, დატოვეთ იქ და ნახეთ მერე შედიხართ ახალ ურთიერთობაში. მე დავასახელე ხო ნიშნები და თუ ესე იგი გინდათ გააგრძელოთ ურთიერთობა, მაშინ ტყუილად ეჭვიანობთ, მიხვდით? თქვენი გოგო მაინც თქვენთან იქნება, არ ინერვიულოთ, ძალიან კარგი. ეხლა აბა სამყარო რას გეუბნებათ? ნუ სიყვარულის კარტი ამოვიდა, მეგობრებო, ჩემო წყლის ნიშნებო, მორიელებო, ყველაფერი კარგად იქნება, ვისაც შერიგება უნდა შერიგდებით, დაალაგდება სიტუაცია, ხელის თხოვნა, გათხოვება, ნიშნობა, ნაყოფი, ესე იგი მომწიფდება თქვენს ურთიერთობაში, ახალ ნაბიჯებს გადადგავთ, მიხარია გილოცავთ. ეს იყო მორიელების ნიშანი, წყლის სტიქია. მადლობა, ეხა გადავდივარ მეორე ზოდიაქოზე. თევზები, ეხლავე ეს ამინივით არის. დამელოდეთ, რომ ავკრიფო კარტი, რომ ამაზე თქვენ ამბობთ ამინს.
და მადლობა ნინიას სიტყვა გამოიწერეთ სტუმრებო ჩემი არხი არინანებთ, იმიტომ რომ ჩემი რიტუალები და ჩემი გაშლები მხოლოდ ჩემი გამომწერებისთვის არის. მოიწონეთ ვიდეო და გადავედი თევზების ნიშნებზე. ზოდიაქო თევზები. აბა თევზებო, რა ხდება ამ ეტაპზე თქვენთან? მუშაობთ, შრომობთ, გიყვართ ფული, რა თქმა უნდა, კარგი ცხოვრება, საყვარელი სიყვარულია, გრძნობებში ხართ, ნამდვილად ესე იგი, ცოტა ნდობა გაქვთ სხვა ადამიანთან, საქმესთან დაკავშირებით, რომ მარტო თქვენ გააკეთოთ, მიხვდით, მარტო თქვენ გაიკვლიოთ გზა ცხოვრების, მაგრამ სამყარო გეუბნებათ, რომ გვერდზე მდგომი გჭირდებათ აუცილებლად საქმეშიც და სიყვარულში ხო ისედაც და გადასარევი სიყვარულის კარტი აქ სიყვარულია როგორ დაგნათით მზე, კარგი ურთიერთობა, ერთგული ადამიანი ყავთ გვერდში, ესე ამოდის, ან უკვე იქნება, მიხვდით თქვენს ცხოვრებაში, რასაც შრომობთ დაგიფასდებათ, კარიერაში წინსვლა გაქვთ, სიყვარულში გამართლება გაქვთ და გაიკვლევთ გზას, ბევრი გასაღებები გიკავიათ, რაც გაქვთ ჩაფიქრებული, აუცილებლად იქნება თევზებო. ძალიან მიხარია. უყურეთ. და ცისარტყელა დაგნათით 7 ფერი თავზე, ანუ 7-ვე ჩაკრა გაქვთ კარგად, აი გინათებთ. ხო, აბა ეხლა სიყვარულში რა იქნება? გოგოებო სიყვარულში. ეს რა არის და რა იქნება, უკვე კარტმა გამცა პასუხი და პირდაპირ სიყვარულზე გადავალ. ძალიან კარგი. იცით რა არის გოგოებო, თქვენ ან თვითონ თევზებზე მაქვს საუბარი, მანდილოსნები, ან თვითონ მაგიჩობთ რაღაცას, ანუ ან ჩემს რიტუალებს უყურებთ. იცით რა არის, გაწმენდა ჩანს, გაწმენდა, გამოდის საქმე, ეს გველები და ეს არასასიამოვნო ენები და ჭორები, მოკლედ მოითელება, თქვენს ხელშია რომ გამოისწოროთ ცხოვრება, ბიჭი ამოდის, ახალგაზრდა, პარტნიორი, თუ არ ყავთ გამოჩნდება, არ გამოვრიცხავ, რომ საზღვრის გზიდან იყოს, ან ერთ ქვეყანაში ხართ, სხვადასხვა ქალაქებში, არც ამას არ გამოვრიცხავ. ერთგული მეგობარი, აუცილებლად იქნება მესიჯები, ტელეფონი, სოციუმში დაკავშირება, იქნება აქ სავიზო რეჟიმს ვხედავ, რაღაცა საბუთების მზადება, აუცილებლად აუცილებლად და კარგი პიროვნებაა, ძალიან მინდა გითხრათ, ძალიან კარგი პიროვნებაა. ძალა შეგემატებათ, წინ წახვალთ სიყვარულში, ურთიერთობა, ეს გომბეშოები და ეს გველები და ბაყაყები, ვინც ეკლიანად საუბრობს თქვენზე და ჭორაობს და შური ეს დაიწვება ამ ცეცხლში, რა თქმა უნდა, რიტუალების მერე. არ გამოვრიცხავ, რომ ან ჩემთან, ან ვინმესთან ნამდვილად, იმიტომ თეთრი მაგი დაჯდა, ნამდვილად გქონდათ გაწმენდები, ან ტაროს უყურებთ. ძალიან კარგი გოგოებო, ეხლა ბიჭებო, თევზებო, თქვენ სიყვარულში რა ხდება? სასიყვარულო ურთიერთობა, გადასარევი, ესე იგი, ოჯახი დაფიქსირდა ორივე ეტაპზე, პირველზეც და მეორეზეც, ორივეზე დაფიქსირდა ოჯახი, შვილები დაფიქსირდა, შეიძლება ზოგი ისე ხართ, რომ განათხოვარ ქალი მოიყვანეთ ცოლად, არც ამას არ გამოვრიცხავ და მას ყავდეს შვილიც და შვილიშვილებიც არ გამოვრიცხავ, ეხმარებით ერთმანეთს
ორივეს გჭირდებათ, მიხვდით თევზებო, ერთმანეთი გჭირდებათ და კარტი გეუბნებათ, რომ გაორების დრო არ არის, როგორც გჩვევიათ, აქეთ-იქეთ ნუ გაცურავთ, ერთი მიმართულებით უნდა გაცუროთ, რომ თუ გინდათ ეს ყველაფერი შეინარჩუნოთ. ანუ გვერდზე გახედვებს და ურთიერთობებს ცოტა თავი დაანებეთო, რა ვქნა, უნდა ვთქვა, ესე გავაჟღერო, ესე მეუბნებიან, რომ ესე იგი აქ რამე ისეთი განშორება არ მოხდეს, თორე დანარჩენი, სიფრთხილეა საჭირო, ხომ მიხვდით რა ვთქვი, კეთილდღეობა, წინსვლა, შემოსავალი, როგორც რაზეც ესე იგი დიდი ფული გელოდებათ ბიზნესში და სიყვარულში, სიყვარული და ფული, რა ვქნათ, ერთადაა კავშირი, ხო, ასევე ჯანმრთელობა, მყარი ოჯახი, მყარი სიყვარული, დედოფალი თასების, ესე იგი ძალიან და არის კიდე ბიჭებო ერთი მანდილოსანი, რომელიც ძალიან გაწონასწორებულია, კარგად აზროვნებს, სიმპათიური ადამიანია, გვერდში ან მოგწონთ და ან მას მოსწონხართ, ან გააქვთ ურთიერთობა, ან გექნებათ. ეს უფრო შეიძლება ახალია, ან რაღაცა ჩქარა მოხდეს, მიხვდით? აი ეს ადამიანი გეხმარებათ, დაგეხმარებათ, მიხარია. აბა რას გაძლევთ ახლა სამყარო თევზებო? რას გეუბნებათ გოგოებო, ბიჭებო, რა უნდა გაითვალისწინოთ? 6-იანი თასები, ისევ ოჯახის კარტი ჩემოკარგო, ისევ შვილები, ქმარი, ცოლი, კარგი ურთიერთობა, ვისაც ყავთ ოჯახი, ყველაფერი კარგად გექნებათ და აი ამ გაორებას თავი დაანებეთო და იცურეთო ერთი მიმართულებით წყალშიო, გეუბნებიან. ტყუპებს აბრალებენ ხოლმე გაორება აქვთო, მაგრამ მე ჩემი აზრი მაქვს და ჩემი ნასწავლი ცხოვრებიდან, თევზებსაც ახასიათებს ძალიან დიდი გაორება და ასევე მორიელს ახასიათებს გაორება კიდე. რაოდენ არ უნდა გაგიკვირდეთ. კი, ნამდვილად გილოცავთ, დაელოდეთ ავკრიფო კარტი თევზებო. და ყველაფერ წარმატებას გისურვებთ, ახალი ნაბიჯების გადადგმას გისურვებთ, ვისაც ეს გესაჭიროებათ, ფულიც გექნებათ, სიყვარულშიც გაქვთ კარგად სიტუაციები და საქმეები, განაგრძეთ, ვინც თევზებო ჩემს რიტუალებს უყურებთ, განაგრძეთ, უკვე ცოტა და დამკაში გახვალთ და მინდა გთხოვოთ, რომ ჩემი რიტუალები არ გადმოქაჩოთ, არ იმუშავებს, ჩემი გაშლები და რიტუალები მეგობრებო, მხოლოდ ჩემი გამომწერებისთვის მკაცრავად იმუშავებს, ჩემი არხიდან, YouTube არხიდან. გადავდივარ ახლა კირჩხიბებზე. აბა ვნახოთ კირჩხიბებო. რა ხდება და რა იქნება თქვენს ცხოვრებაში. აბა კირჩხიბები, ზოდიაქო კირჩხიბი. ოჯახი ისევ დაფიქსირდა. რაღაცა სიტუაციის შეცვლა მოდის, ბრძოლა გიწევთ ურთიერთობებში, როგორც ყოველთვის ოჯახის შენარჩუნებისთვის, თქვენი ოჯახისთვის, თქვენი მამაკაცისთვის, თქვენი მანდილოსნისთვის, პარტნიორისთვის, ბავშვებისთვის, იყო რაღაცა გაუგებრობა, იყო ნეგატივი, იყო შეხლა-შემოხლა, იყო ეს არასასურველი დემონები, ჩასაფრებულები, მოგზავნილები. თქვენ თვითონ ახლა არ ჩამორჩებით, შეგიძლიათ მაგიის საშუალებით, რიტუალების საშუალებით ეს თქვენ გჩვევიათ კირჩხიბებო, რომ ესე იგი ნებისმიერი ძალა გამოიყენოთ და თქვენსას მაინც მიაღწიოთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენზე ძლიერები არსებობენო.
არ დაგავიწყდეთ. თუ კეთილად გამოიყენებთ მაგიას, კეთილად დაგიბრუნდებათ ოჯახზე და შვილებზე, ასე ამბობენ. თუ არასწორად გამოიყენებთ, სამწუხაროდ იგივენაერად ბრუნდება უკან და ესეც არ გეწყინოთ, რაც ამოდის იმას ვსაუბრობ. ეს ბრძოლა კი ნამდვილად მიაღწევთ სასურველ გოგოებო, ბიჭებო, კირჩხიბებო, მიზანს მიაღწევთ, ახალ ამბებს გაიგებთ, შეიცვლება თქვენი სიტუაციები ყველანაირად, ცა მოიწმინდება, ეს რაღაცა მოკვდება და ახალი დაიწყება, მოიცელება ეს ყველაფერი ნეგატივები, ნამდვილად თუ არ გინდათ დაასრულეთ აქ ცოლშვილიან მამაკაცს ხედავ და გოგოებო, არ გინდათ ეს სიტუაცია, არ გინდათ ეს ურთიერთობა მეუბნებიან, უნდა გადმოგცეთ, არ მოგიტანთ კარგს, კრახს განიცდით ძალიან და თქვენს ჯანმრთელობას და ნერვებს დაიზიანებთ ტყუილად. თუ არ გინდათ რომ ცეცხლის ალში დაიწვას თქვენი ნერვები და თქვენი ცხოვრება, გოგოებო, ასე მეუბნებიან. და ბიჭებო და გოგოებო, განაგრძეთ ბრძოლა, განაგრძეთ ვინც ჩემი გამომწერები ხართ, ჩემი რიტუალები და წინსვლა, ახალი გზები, ახალი ურთიერთობები, ვისაც გინდათ, მიხვდით? ძალიან კარგი, საქმე, კარიერა, ყველაფერი გამოვა, არ ინერვიულოთ თქვენ. კარგი რა იყო, რა იქნება ვთქვით. ეხლა მოდი აბა სიყვარული ვნახოთ კირჩხიბი გოგოებისთვის, მანდილოსნებისთვის. ნახოთ აბა, ვნახოთ. აქ ეხლა ეჭვიანობაც დაფიქსირდა, თქვენ გახასიათებთ ეჭვიანობა. სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ, ესეა საერთოდ თქვენი ბუნება ესეა აწყობილი. კი, პიროვნებასთან ან დაობთ, ან ბრძოლობთ პიროვნების დასაბრუნებლად. მიხვდით გოგოებო? კი, ნამდვილად წყვილში დაჯექით, თასები და თქვენ ხართ ხმლები, ესე დაჯექით, მიხვდით? მზად ხართ ყოველთვის დღე და ღამე 24 საათის განმავლობაში, რომ ესე იგი თქვენი ურთიერთობა, თქვენი პიროვნება შეინარჩუნოთ, თქვენი სიყვარული შეინარჩუნოთ და ნამდვილად იქნება კარგად. ნახეთ, ცისარტყელა გაქვთ ზემოთ, 7 ჩაკრების გაწმენდას უყურეთ, შედით ჩემს YouTube კანალზე, ტარო ნინია და ასკროლეთ ზემოთ და იქ იპოვით, რაც ძველია, ჩემი რიტუალები, არ გეგონოთ, რომ არ მუშაობს, პირიქით უფრო მუშაობს, იმიტომ რომ უფრო მეტი ნახვები აქვს, მიხვდით? ჯერ მე ძალები მაქვს, იმიტომ მუშაობს და მეორეც ერთი, რაც უფრო მეტი ნახვა და მეტი მოწონება და სიტყვა მადლობა, სამყარო, მე კი არ მიწერთ მადლობას, მეც მიწერთ, მაგრამ სამყაროს უწერთ და თქვენ თავს, მეგობრებო, იქნება ნამდვილად გააგრძელეთ ყურება, გააგრძელეთ და არის, თქვენი მამაკაცი გვერდზე გეყოლებათ, სიყვარული ამოდის, შეერთება ამოდის, არ გამოვრიცხავ, რომ ახალი ნაცნობობაც იყოს, ან გაცნობილია ახალი ადამიანი და თვალყურს ადევნებთ, მაგრამ იცით რა არის, ეს პიროვნებაც თუ ეს სიტუაცია ვინმეს გაქვთ, ელოდება, თითქოს მორიდებულივითაა, რომ უარი რომ მიიღოს თქვენგან, გოგოებო, კირჩხიბებო და აბა მიწერეთ, მოიკითხეთ, მიხვდით? ეს სიამოვნება პირიქით რა. აბა ეხლა მამაკაცი კირჩხიბები, თქვენი სიყვარულის პლანზე რა ხდება? მამაკაცი, ორი კარტი ამოვიდა. ხმლები. როგორ იბრძვით, ვიზე ეჭვიანობთ, აქაც ისევ ეჭვიანობა დაჯდა. ესე იგი, გონება გაქვთ არეული, არიცით, ესე იგი, სიმართლეს შეესაბამება თუ არა, ბიჭებო, 7-იანი თასები, გადასარევი კარტია. ნელ-ნელა მოგვარდება თქვენი სიტუაცია, ნელ-ნელა მოგვარდება. არ გამოვრიცხავ, რომ ერთ დროში, ერთ კვირაში, ერთ საათში, ერთ დღეში, ერთ თვეში, ხო? ან პირველ რიცხვში, ეს ან გაცნობილი ყავთ და ვიღაცასთან უკვე მიწერ-მოწერა გაქვთ და ერთხელ შეხვედრა გაქვთ, ან გაიცნობთ და შეერთდება თქვენი ურთიერთობა, სამკუთხედში ჩაჯდება, მიხვდით? შეერთდება, ძალიან კარგია, მიხარია.
აქ არ გამოვრიცხავ HR-ის ნიშანიც დაფიქსირდეს, არ გამოვრიცხავ კუროს ნიშანი დაფიქსირდეს, არ გამოვრიცხავ კი წყლის ნიშანი იგივე მორიელი დაფიქსირდეს, მიწის ნიშანიც. ნუ აი ესე გადაათამაშეთ თქვენ თავზე ბიჭებო და იცით როგორ არის აი ხმალ ამოღებული ეს ზიხართ რომ ჩემია მიხდით აი არავის არ მივცემ კირჩხიბებო ოჯახსაც იცავთ ვისაც ყავთ ერთგული ადამიანი ხართ მიხდით აი და ეს კარგია ძალიან და აი დიდი მზე და დიდი სიყვარულია თქვენს ურთიერთობაში აი ძალიან კარგია ძალიან ახლა ესე იგი კიდევ ვიტყვი რომ არ გამოვრიცხავ რომ ვისაც ეს გჭირდებათ ახალი ნაცნობობა, ბავშვები, ოჯახი, ყველაფერი კარგად მიდის, აბსოლუტურად კარგად მიდის ყველაფერი. შეიძლება უცხოეთში ხართ, ან ეს ადამიანია უცხოეთში, ან რაღაცა ჯერჯერობით, ან შორსაა ცოტა და მალე მოვა, აი უკვე გემი უახლოვდება თქვენს პირად ურთიერთობას და დაახლოვდებით, არ გამოვრიცხავ და შეიკრება ეს ურთიერთობა და გაცხელდება მზესავით დათბება და ნოტიო იქნება ძალიან კარგი მიხარია აბა ვნახოთ ახლა კირჩხიბების მანდილოსნები და ბიჭების ერთი კარტი ამოვიღოთ რას გარიგებთ სამყარო აბა ვნახოთ რას გეტყვით სამყარო კარტი გიჩქარით, რაც არ უნდა იყოს, ჩქარა მოხდება. მე რაც აქ თქვი, ყველაფერი მალე მოხდება. ამინ. იცით რა არის? განულდება თქვენი ყველანაირი სიტუაცია, განულდება, გამოდიხართ აი ამ კალში რო ესე იგი წრეში რო იყავით ჩაკეტილები, გოგოებო ბიჭებო, ახალი ნაბიჯები, ახალი სიახლე, ყურეთ გასაღები გიჭირავთ, სადღაცას წახვალთ, ვისაც ჩაფიქრებული გაქვთ მგზავრობა, გაემგზავრებით, მეგობრებს შეიძენთ, ახალ მეგობრებს, ახალ სიყვარულს, ახალ ხალხს და ყველაფერი კარგად გექნებათ. ფულთან დაკავშირებითაც სამსახურთან ცხოვრების ყველანაირ ეტაპთან დაკავშირებით. მადლობა სამყაროს, დამელოდეთ რომ ავკრიფო კარტი, რომ ამინი ვთქვათ, მეც და თქვენც. ამასობაში მეგობრებო მოიწონეთ ჩემი ვიდეო, გამოიწერეთ სტუმრებო არხი, იმიტომ რომ ჩემი არხი ტარო ნინია მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გამომწერებისთვის მუშაობს. მოიწონეთ ვიდეო, სიტყვა მადლობა და მომავალ შეხვედრამდე თქვენთან იყო ნინია. მიყვარხართ? კარგად.